საღამო მშვიდობის, ირგვლივ 8 საათია ეთერშია გადაცემა ინფორმაცია ფაქტი ანუ იმპაქტი. საღამო მშვიდობის. დღეს ჩვენს გადაცემაში ვერ მოისმენთ მაია ფანჯიკიძის განცხადებას, რომ ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებისას პარლამენტში პრეზიდენტის ყოფნა იურიდიულად აუცილებელი არ არის, რადგან მოსახლეობას მიაჩნია, რომ ასეთ ვითარებაში საერთოდ პრეზიდენტის ყოფნა არ არის აუცილებელი. ვერ მოისმენთ ბაჩო ახალაიას სიტყვებს, არ მეშინია იმიტომ, რომ მუქარა ჭიანჭველების მხრიდან მხოლოდ მუქარაა, რადგან საქართველოს მოსახლეობამ კარგად იცის, რომ ბაჩო ახალაიას მხრიდან მუქარა უამრავი ნაცემი და გაუბედურებული ადამიანი იყო. ვერ მოისმენთ მიხეილ ჯანელიძის განცხადებას, ქართული პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე საბაჟო გადასახადისგან 1 სექტემბრიდან გათავისუფლდება, რადგან ამის გამო ევროპის ქალაქებში შეიძლება მრავალათასიანი რიგები გაჩნდეს. სასჯელ აღსრულების მინისტრის მოადგილის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ვანო მერაბიშვილს რამდენიმე თვის წინ კომპლექსური სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა. კარგი იქნებოდა სამედიცინო ფსიქიატრიული კვლევები ვანოს და მიშას ხელისუფლებაში მოსვლამდე ჩატარებოდათ. ეს ქვეყანას ბევრ უბედურებას ააცილებდა, აღნიშნავენ ექსპერტები. საინფორმაციო სააგენტოებზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ დავით ნარმანია დღეს მიუსაფართა თავშესაფარს ესტუმრა. არავინ ელოდა მისგან კარიერის ასეთ სწრაფ და საშინელ დასასრულს, აღნიშნავენ ნაციონალურ მოძრაობაში. ივანიშვილის ხელისუფლებას მოსვენებას არც ერთ დღეს არ მივცემთ. ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს ნაციონალური მოძრაობის კონფერენციის დაწყებამდე განუცხადა, სამწუხაროდ ბოკერიას არ დაუზუსტებია იგულისხმა მხოლოდ სამუშაო დღეები თუ შაბათ-კვირაც, სადღესასწაულო უქმეებით, საშვებულებო დღეებიც. ამას უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს, აღნიშნავენ ექსპერტები. პრეზიდენტმა პარლამენტს უზენაესი სასამართლოს წევრის თანამდებობაზე 2 კანდიდატურა წარუდგინა. მსოფლიოს ექსპერტები აღფრთოვანებული არიან მარგველაშვილის სისწრაფით, ვინაიდან მან მოასწრო ამის გაკეთება მანამ, სანამ ამ უფლებამოსილებასაც ჩამოართმევდნენ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, სასიხარულო ამბავზე სტუმარს დაპატიჟება არ სჭირდება. ამგვარი შეფასება დეპუტატმა პარლამენტში ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების ღონისძიებაზე პრეზიდენტის მიწვევის საკითხთან დაკავშირებით გააკეთა. თემაზე სასაუბროთ სტუდიაში ექსპერტ სტუმაროლოგი ბექაონიანი მოვიწვიეთ. ბატონო ბექა, მოგესალმებით. ეთანხმებით თუ არა ზემოთ ნახსენებ განცხადებას? აბა სად არის ეს განცხადება, ვერ ვხედავ. ბატონო ბექა, ზემოთ, ანუ ადრე ნათქვამს გულისხმობ. რა თქმა უნდა, ვეთანხმები ამ განცხადებას, ბატონო ჩემო, სად გინახავთ, რომ სტუმარი დაეპატიჟებინოთ ლხინში? სტუმარს მხოლოდ და მხოლოდ ჭირში პატიჟებენ ხოლმე. მაგრამ აქ საკითხავი ის არის, თუ რატომ არის პრეზიდენტი საკუთარ ქვეყანაში სტუმარი? აი ამაზე მე უკვე ვერ გიპასუხებთ, ამაზე უფრო გიპასუხებენ რატომღაც თავის ქვეყანაში სტუმაროლოგები. მადლობ ბატონო ბექა. ვაგრძელებთ გამოშვებას. საინფორმაციო სააგენტოების ინფორმაციით, ჩიორა თაქთაქიშვილი მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე გავრცელებულ ინფორმაციას ჭორს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ვანო რა გიჟიც იყო, ზუსტად ისეთივე გიჟია. პარტია, რომელსაც რადარებიდან გაქრობას უპირებდნენ, აღმოჩნდა, რომ ყოველი მესამე ამომრჩევლის ხმას იღებს. ამის შესახებ დიდ საკონცერტო დარბაზში მიმდინარე კონფერენციაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა გოკა გაბაშვილმა გარებამ რეპერის გამოსვლას ხანგრძლივი და მკუხარი აპლოდისმენტები მოჰყვა. ბაჩო ახალაიამ პროტესტის ნიშნად სასამართლოს ხდომის დარბაზი დატოვა. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ამ პროკურატურისა და სასამართლოს ხელში ბაჩო ახალაიამ პროტესტის ნიშნად ციხის ტერიტორიაც დატოვოს. ნოდარ ხადურმა ექსპერტებს ეკონომიკაში დაფიქსირებული დადებითი ტენდენციები გააცნო. აღსანიშნავია, რომ ექსპერტებისგან განსხვავებით საქართველოს მოსახლეობა დადებით ტენდენციებს იმ დონეზე არ იცნობს, რომ ქუჩაში შემთხვევით შეხვედრისას არც მიესალმებიან, აღნიშნეს ექსპერტებმა. ეს იყო გადაცემა ინფორმაცია ფაქტი ანუ იმპაქტი. ჩვენ ორ შაბათამდე გემშვიდობებით. ნახვამდის. გავრცელებული ინფორმაციით ელექტროენერგიაზე ტარიფის სავარაუდოდ მოიმატებს. მთავრობის მიერ დაქირავებული ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ იმ გარემოებაზე, რომ საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფები იმდენად დაბალია, რომ ამერიკის ის შტატები, სადაც სიკვდილით დასჯა დაშვებულია, ელექტროსკამის ჩამოტანას და ამ პროცედურის საქართველოში გამართვას გეგმავენ. იგივე შეიძლება ითქვას გაზზეც, მაგრამ გაზის კამერები უკვე აქტუალური აღარ არის.